ვისი ვისაშია და აი მოვედით წერტილში, სადაც ამ კითხვამ მნიშვნელობა დაკარგა. ისედაც ვიცით, რომ ყველა მხარე ერთმანეთშია გადაზელილი და ამ დეტალებს რაღა აზრი აქვს. ორივე ერთ სუფრასთან ზის და გაინტერესებს, რას მიირთმევენ. შენ ჭამაში 1 მილიარდებს შეულობს, მეორე 40 მილიონს, პირველი Deep State-ს ებრძვის, მეორე პირველს. შენ კი სიმართლე იცი და ამიტომ აღარც ერთის არჩევას აზრი არ აქვს. მაგრამ ეს წრე გასარღვევია. ახლა შენი დამალვა ყველაზე მეტად აწყობთ ორივეს და არჩევანზე უარის თქმა ყველაზე გამჭრიახის როლში ვერ შეგაკვეხებს, რადგან გაჯერებენ, რომ არჩევანი მხოლოდ ამ გადაზელილებს შორის არსებობს და შენს მშვიდად იტყვი. წავიდნენ მაგათი დედაც ვატირე. და მერე შენი იზოლაციით ვინ იქნება საბოლოოდ მოგებული? როგორ შეიცვლება შენი მომავალი? ახლა იზოლაციის დარღვევით შეიძლება ვერავის ვერაფერი გამოგლიჯო, მაგრამ ვერც ამ თამაშს დაასუსტებ. დაგაჯერეს ეს რეალობა და იცი ვინ? ვინ არის ამ ქვეყნის კულისებში ახლა და ვინ იყო 3-დან 12-მდე? იგივე ხალხი ხომ არა, ვინც ბარიკადებს გიშენებს 36-მდე.